საქართველოსა და ამერიკის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი 27 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე 14 საათზე გაიმართება. ამერიკელი მორაგბეები დედაქალაქში გამთენიისას ჩამოვიდნენ და სასტუმრო რედისონში დაბინავდნენ. ბოლო ამხანაგური შეხვედრა ამერიკელებმა შოტლანდიის ან ნაკრებთან 25-0 წააგეს. საქართველომ კი კანადას 22-15 სწია. მსოფლიო სარაგბო რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მე-15 ადგილზე იმყოფება. ამერიკელებთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო კლასიფიკაციაში რამდენიმე ადგილით დაწინაურდება. ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოსთან თამაში ერთ-ერთი საინტერესო უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ თანაბარი ძალის გუნდები ვართ. თქვენი გუნდი კარგ განწყობაზეა კანადის დამარცხების გამო. ჩვენ კი შოტლანდიასთან წავაგეთ და ვეცდებით, რომ საქართველოსთან შედეგისთვის ვიბრძოლოთ. საქართველოში პირველად ვართ, ვიცით, რომ კარგი გუნდი გყავთ, რადგან თქვენ კანადის დამარცხება შეძელით. შაბათს ჩვენ რთული შეხვედრა გქონდა შოტლანდიასთან საქართველოსთან თამაშამდე, ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.